მოგებისთვის. ჩემს სტუმრებს კი დახმარება სჭირდებათ. მათ სურთ უკეთესი წელი და ახალი მიზნების დასახვა. ჩვენ კი მათ დავეხმარებთ. ვიღაც გვესტუმრა. გამარჯობა თოვლის გაბუა. მე მოვედი რადგან ისევ სისულელე ჩავიწყდი. ბებიასთან მიდიოდი და მგელმა კიდევ მომართულა. წითელქუდა, შენ ძალიან კეთილი და მზრუნველი ხარ, მაგრამ შენი აზრით რა პრობლემა გაქვს? მე ძალიან მზრუნველო ვარ. ყველას ვეძებდი და სამხედრო. მე მინდა წითელქუდას ბოდიში მოვხადო. მე მთელი წელი სხვების მოგყვებას ვცდილობდი. მეგონა ეს ჩემი სუპერზადა იყო, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ეს არასწორი. ოჯახ წითელქუდა, ეს არის პირველი ნაბიჯი. წითელქუდა, შენი მიზანი იქნება მე ვისწავლი სიფრთხილეს და წინდახედულებას. ხოლო მეგონა, შენი მიზანი იქნება მე ავადმყოფ ტყუილებს და შენი სისიერე შემიძლია სხვების დასახმარებლად გამოვიყენო. მადლობა. კარგი დასასრულს. მოგესალმები ძვირფასო სტუმრებო. რა ხდება, რატომ ცურობთ? მე დიდი და ძლიერი დევი ვარ, გონია რომ ყველას მოერები. მე ვიცი რომ პატარა ვარ, მაგრამ ეს აღნიშნავს რომ სუსტი ვარ. მე მოხერხებული და ჭკვიანი ვარ. სწორედ ასეა. მაგრამ ახალი წელი მოდის და რაღაც უნდა გააუმჯობესოთ. მე სწორედ პატივის სემით უნდა მოვეცე. ეშმოყობით მასაც კითხონითაც შეიძლება შემიძლიოთ რაც მინდა. გახდა მე და შრომის მოყვარე. მე ვისწავლი რომ ჩემი ფიზიკური ძალით ადამიანები დიალოგს შევაშინო, არაფერს უნდა დავამყარო თუ სიტუაციაში. საუკეთესო ძეგლი მოწაფებული. ახალი წელი მოდის. დროა გავარდნათ. ტრიკია, შენ წელი საკული წახვედა, ახლა რა გეშველება? სასწრაფო საქმეები არ გაქვს. კი, მართალი ხარ. მე მხოლოდ გართობაზე ვფიქრობდი და არ მოვამზადე ზამთრისთვის. დროა შემიცვალო, თორემ ასე შიმშილით მოხდები. კარგია რომ არ შევფიქროთ წიწილა. მე დაგეხმარებით. შენ მიზანი უნდა გაისახო. შენი მიზანი იქნება ყოველ კვირას 3 საათს დაგეგმვა გაუწია. 3 საათს გართობას. ეს ბევრად უკეთესია. მე თუ დავისწავლო რამე, მე ძალიან მყარი ვარ. ჩემი მიზანი იქნება ვისწავლი პარად. შრომასა და დასვენება შორის კვირაში ერთი დღე დავუსვენ. ოცა, კარგი გადაწყვეტილება. მე ვარ ლომი, ცხოველთა მეფე. ხალხ პატარა დაგო, შენ გრაცაკიდე. ვიცი რომ პატარა ხარ და ვფიქრობ, შენ საწყობნა დაწი არა აქვს. ლომო, გახსოვს როდესაც მომედირეებმა მაღალშობ დაგებეს და სკოლა თაგმარობდეს რა როგორ დაგავიწყდა. ზოგჯერ მეც მავიწყდება, რომ თითოეული არსება თანაბრად მნიშვნელოვანია. მე ხომ მეფე ვარ, ვალდებული ვარ, ყველას პატივისცემით მოვიქცი, მისი თავისებურებით. მე მგონელი ვარ, ეს და შრომის მოყარა. შეიძლება პატარა ვარ, მაგრამ ისეთი ლეგენდები როგორ ფულად ხვა. ლომო, გონი რაღაც უნდა შეცვალო. დღეიდან ჩემი მიზანია, რომ ყველა არსებას პატივისცემით მოვიქცი. დღეიდან ჩემი მიზანია გავაკეთო. ის ცხოვრება საქართველოს ხალხი და ათასობით ახმარება. კარგი გადაწყვეტილება. ესა საოცარი